რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ისეთი ამბავია დროში უკუღმა უნდა ვიმოგზაუროთ. ასე უკეთ ჩავწუდებით. ბზობას 5 აპრილს რუსთაველის თეატრში შედგა პრემიერა ვეფხის ტყაოსანი. დადგმა რობერტ სტურუაზე. გარდეხადა რაცაჭი დააპირეს ესე პირი მე არ მივუწევი ვარ, ამიტომ თვითმხილველებს დავეყრდნობი. და ორი წყარო მაქვს. ერთი კულტურის სამინისტრო, რომელიც წერს შესანიშნავი სპექტაკლია, მეორე კი ნინო ჯღარკავა, ქოცების პროპაგანდისტი. არ მომეწონა კი არა, საშინელება იყო. ხო და ვერც მსახიობების ოსტატობა მომხიბლა. საერთოდ მსახიობები ვერ დავინახე და ვერც მათმა უაზრო სირბილმა სცენაზე. თუ ვინმემ გაიგეთ რამე მე ბოდიში, ეტყობა ჩემი ინტელექტი და გემოვნება ვერ ჩაცდა იმ დიდ ჩანაფიქრს. ვეფხის ტყაოსანი იმდენად დიდია, სცენაზე არ უნდა გააუპატიურო. ვეფხის ტყაოსანს უნდა შეეჭიდო თუ არა, არ ვიცი. მაგაზე ადამიანები ვერაზრო შეთანხმდებიან. რა თქმა უნდა, ყოველთვის სიტყვიან, რომ დედანი ჯობია. რომ არ გააუპატიურო, ქალბატონ ნინოს კი ცალსახად ვეთანხმები. ახლა კი დაპირებისამებრ ოდნავ უკან ჩავიჯოჩო დროში. 2021 წლისკენ, როდესაც სტურუა ამბობდა. ვაპირებდი ვეფხის ტყაოსნის დადგმას. რეპეტიციებიც კი დავიწყე. საჭირო იყო თანხები, ფინანსები თავიდან ვერ ვიშოვნე. ეს რომ დადგმულიყო, ტარიევს ბესო ზანგური ითამაშებდა. ახლა უკვე ძალიან დავბერდი. მოვა ვინმე რეჟისორი და გააკეთებს. ეს ზანგური სულ მალე საკუთარმა ცოლმა იმავე თეატრის მსახიობმა ამხილა მცემსო და ისეთი მოუწყე საქართველოდან გადაიხვეწა სულ. რობერტ სტურუასავით რუსეთში, რა თქმა უნდა, ინდოეთში, არაბეთში, მუღაზანზარში კი არა. კიდევ კარგი თორემ ნესტანდარჯანს რომ დილას აღამოს ურტყამდეს, ეგეთი ტარიელი ვის წარმოგიდგენიათ ახლა. მოკლედ, იდეა ჩავარდა. და ისევ უკან დავბრუნდეთ დროში. 2013 წელს ქოცისტანში მოსკოვიდან ტრიუმფალურად დაბრუნებული მაესტრო რობერტი ამბობდა, რომ ვეფხის ტყაოსნის დასადგმელად ფული არ მომცესო. სავარაუდოდ გულისხმობდა წინა ხელისუფლებას, რომელსაც ყველაფერს აბრალებდა, მათ შორის საკუთარი მუზის დაკარგვას. საბოლოო ჯამში ფული მიიღო. მხოლოდ სასცენო განათებისთვის 820,000 ლარი. და დადგა სპექტაკლი, რომელიც ქალბატონ თიკა რუხაძეს ძალიან მოეწონა. ქალბატონ ნინო ჯღარკავას კი სასტიკად არ მოეწონა. მილიონი ლარი ამ ბოდიში და ბემბერ მარაზმატიკს გადაუხადეთ. იმერში რომ პორნოგრაფია გაეკეთებინა იქა, კაცო. და ტაშ რო უკრავდით, ერთი რას უკრავდით, თქვენ ჰიპოტენტებო, თქვენ ხა ტაშ იმას უკრავდით, რომ ვიღაცა ხმარობდა იქ ქალს იმაზე რუსთაველის სცენაზე? რამდენი მაყურებელისა იმდენი სპექტაკლია, ცხადია. ვიღაცას არ მოეწონება სტურუას ვეფხის ტყაოსანი და ეგ სრულიად ბუნებრივია. მაგრამ აქ პრობლემაა, რომ არის ვიღაც, ვისაც რუსთველის ვეფხის ტყაოსანიც კი არ მოსწონს. და არა უბრალოდ არ მოსწონს, არამედ იდიოტობა თulis. და არა უბრალოდ იდიოტობა თulis, არამედ ამას საჯაროდ ამბობს. მეჩვენება, რომ ესაა ირონიული ნაწარმოები ქართულ ზნეჩვეულებებზე, რადგანაც ავტორი პირდაპირ ვერ წერს ქართველების სიმდაბლეზე. რომანტიზმით უკეთებს კონტრასტს ჩვენს ცხოვრებას. მოვიგონე პერსონაჟი, კაცი, რომელიც ვერ იტანს ამ ციკლს, მაგრამ ნაწარმოებს დგამს იმისათვის, რომ აუხსნას ქართველებს ეს იდიოტიზმი. არ შეიძლება დაიჯერო, რომ ეს არის შენი ენციკლოპედია, რომელიც გამოხატავს ქართულ სულს. არანაირ ქართულ სულს არ გამოხატავს. პერსონაჟი შეწუხებულია იმით, თუ რატომ ითვლება ეს წიგნი ქართული პოეზიის, აზროვნებისა და ფილოსოფიის ერთადერთ შედევრად. დიდი იმედი მაქვს, რომ პერსონაჟს, რომელიც ვეფხის ტყაოსანს იდიოტობას უწოდებს, ამ სპექტაკლზე არ შეუშვებენ და საერთოდ თეატრში არ მიუშვებენ, მით უმეტეს რუსთაველის სახელობის თეატრში. რუსთაველის გამზირზე. რა, არ მithქვამს? არ მithქვამს იმის სახელი და გვარი, ვინც ეს თქვა. ჯერ კიდევ 2003 წელს და ვინც ვეფხის ტყაოსანს იდიოტობა თulis. ბოდიში. რობერტ სტურუა მის სახელი და გვარი. კომპარტიის წევრი 1965 წლიდან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და შრომის წითელი დროშის ორდენის საპატიო კავალერი.
მესმის რომ სასაცილო ჟღერს, მაგრამ უნდა ვთქვა, სოხუმში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი და მასზე სტუმრად იყო სომალის დელეგაცია. გაგვეცინა და მორჩა. გასაგებია რომ ეს გზააბნეულები აქ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილე სერგეი კირიენკომ ჩაიყვანა, ვინც ამ ღონისძიების მთავარი სტუმარი და პრინციპში მასპინძელი უფრო იყო. ვისაც ზოგადად ჩაბარებული აქვს სეპარატისტები მთელს ყოფილ საბჭოეთში. მით უმეტეს რომ ეს კაცი კირიენკო სოხუმშია დაბადებული და გაზრდილი. სომალის დელეგაციას აფხაზეთში მეთაურობდა საგარეო საქმეთა მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი. აი ეს ქალი. მოხარული ვარ მივესალმოს სომალის საგარეო საქმეთა მინისტრის ნდობით აღჭურვილ პირს, ქალბატონ ადან მუნაიდის. ძალიან მიხარია თქვენი ხილვა აფხაზეთში. მიხარია რომ გამონახეთ დრო და ეწვიეთ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს. მადლობა რომ გამოიჩინეთ ინტერესი აფხაზეთის მიმართ. იმედი გვაქვს რომ ამ პირველ ნაბიჯს გაგრძელება მოხვება. დიდი მადლობა მოწვევისთვის. აფხაზეთის ეკონომიკური ფორუმი მომავლის ინვესტიციაა. ეს პირველი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით მიხარია, რომ ეს დიდი პატივი მერგო, რათა ამ ღონისძიების საერთაშორისო სტატუსისთვის გაგვესვა ხაზი. ახლა კი მართლა სერიოზულად. ეს ვიდეო აფსუებმა იმავე დღეს გაავრცელეს. მას შემდეგ სულ ველოდები რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტად წოდებული რაღაცა თავყრილობა ან აი დოდოშკა ხურცილავა მაინც დაგმობს ამ საქმეს და სომალის ხელისუფლებისგან მოითხოვს პატივისცეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მან ჯერ კიდევ 2011 წელს აღიარა. დიახ, აი კოცებს სასაცილოდ რომ არ ყოფნიდათ მაშინ ნახეთ ვინ ყავს მიშა ძმაკაცებიო, გაეროში ჩვენმა ელჩმა კახა ლომაია მოისო გვერდით გაეროში იმათი ელჩი და ხელი მოაწერინა დოკუმენტზე. ახლა კი ეს ლამაზი გოგონა პირდაპირ ეუბნება აფსუა სეპარატისტებს. ვიმუშავებთ, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა სწრაფად დამყარდეს. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. გასაგებია რომ აფსუებისა და სამხრეთ ოსეთელების აღიარებაში სომალი რუსისგან რაღაცას მიიღებს. ალბათ არ ვიცი 20 ტანკს საკუთარ აჯანყებულებთან საომრად. მაგრამ საქართველოს ხმა ხომ მაინც აქვს. გაერო ხომ არსებობს. ხომ არის ქალი თავს რომ მინისტრს უწოდებს. ხომ არის კაცი თავს რომ პრეზიდენტს უწოდებს. ხომ არის კაცი თავს რომ პრემიერს უწოდებს. ტელევიზიები ხომ აქვთ, თუნდაც სანქცირებული. თქმა ხომ შეუძლიათ. მაგრამ მე ასე რუსეთი შემოეკრიტიკება და აბა ეგ როგორ. და ამ გახსენებაზე სირიის მიერ უკვე მომხდარ აღიარებაზე რა ხდება. ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტი დაამყარეთ. ყველამ დაამყარა და თქვენ. რამდენიმე დღის წინ ზელენსკი ჩავიდა იქ და ფანტასტიკურად მიიღეს და ჩავიდა ერდოღანის სამთავრობო თვითმფრინავით, რომ არავის არაფერი გაებედა. თუ არიცით პროჭორილელებო, სირიასთან წლების განმავლობაში უკრაინასაც გაწყვეტილი ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა, რადგან თავის დროზე ასათმა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკების ცნო. მაგრამ მისი გაქცევისთანავე ახალმა ხელისუფლებამ ეს აღიარება უბრალოდ გააუქმა და დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა. ახლა უკვე ელჩებსაც გაცვლიან ამაზე მოილაპარაკეს. და თქვენ რა შვებით პროჭორილელებო? თქვენ არ გათხოვებთ თვითმფრინავს ერდოღან? პრინციპში აღიარებს უკან წაღებას იქ ჩასვლა საერთოდ არ სჭირდება. საკმარისია უბრალოდ დაარეკოს დამასკოში ამ კაცმა და ორი სიტყვა უთხრას. ხომაა თქვენს მაგაცი. გითხოვიათ. აი ეგ თუ არა, ალიევი ხომ აინცაა თქვენს მაგაცი. გითხოვიათ რომ სთხოვოს ერდოღანს რომ გააუქმებინოს. ან თუ ორივესთან გერიდებათ, ერთი ტელეფონი შეუტანეთ საკანში მიშას და ეგ დარეკავს ერდოღანთან და პრობლემა მოგვარდება 2 წუთში. ირაკლი კობახიძე გამიხმეს თუ არ მოგვარდეს. სრულიად ფანტასტიკური ჯაშუშუ რომანტიული ტრილერი დატრიალდა შეერთებულ შტატებში. ეს ამბავი 2025-ში დაიწყო, როდესაც რუსული ოპოზიციის ერთ ლიდერთან ილია პანამარიოვთან ნიუ-იორკის სახლში წვეულებაზე აღმოჩნდა ნომა ზარუბინა, ფსბ-ს მეძავი. ამერიკაში მომუშავე უძველეს პროფესიის ქალი, რომელიც თავის ამ საქმეს მეორე უძველეს პროფესიასთან ათავსებს, ჯაშუშობასთან. ამ წვეულებაზე მან პირადად გაიცნო მეორე ქალი, სარა ესტონ ჩირილო, ვისი განსაკუთრებული ინტერესიც ჰქონდა ფსბ-ს და ვისაც თურმე მისი განსაკუთრებული ინტერესი ჰქონია. ქალბატონი სარა იქამდე 3 წელი მოხალისე ექიმი იყო უკრაინის ფრონტზე. ბოლოს კი გურმა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ თანამშრომლობა შესთავაზა. ის დაბრუნა ამერიკაში. ეს ქალები იქამდე პირველად 1 წლით ადრე შეხვედრილან და ესტონ ჩირილო დაეჭვებულა, ეს მგონი ჩვეულებრივი ბოზი არ უნდა იყოსო. მოკლედ, ახლა ეს იმას უთვალთვალებდა და ის ამას. ქალებს შორის გაჩნდა რაღაც ნაპერწკალი, რომელიც სიყვარულის ალში გადაიზარდა. ამბავი გაგრძელდა 8 თვეს. რა გაიგო ამ პერიოდში ზარუბინამ არ ვიცით, სამაგეროდ ვიცით რაები გამოსტყვა ჩირილოვ ამ ზარუბინას. აღმოჩნდა რომ ფსბ-ს აგენტი საერთოდ არ იყო ბედნიერი თავის სამსახური და ქვეყნით.
გულშემატკივრობდა უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონს და გარეული იყო დარია დუგინას მკვლელობაშიც კი. როგორც ჩანს, უკრაინის სამხედრო დაზვერვა ამ საქმეში მარტო არ იყო და ქონდა მასპინძელი ქვეყნის, ანუ შეერთებული შტატების რაღაც დონის ნებართვა მის ტერიტორიაზე ოპერაციის ჩასატარებლად. იმიტომ რომ მე ზარუბინა, რომელიც ადრე დაპატიმრებული ჰყავდათ ამერიკელებს პროსტიტუციისთვის და გირაოთი იყო გათავისუფლებული, გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ ისევ დააპატიმრა. ამჯერად შეყვარებულმა რუსმა დაფქვა ყველაფერი. არა მხოლოდ სხეულით ვაჭრობაზე, არამედ ფსბ-სა და საიდუმლოებებით ვაჭრობაზეც. ვიზეს თხოვდნენ ინფორმაციის შეგროვებას, რა მეთოდებით, როდის. ზარუბინა გაშიფრულია და ამერიკულ ციხეშია. ესტონ ჩირილო გაშიფრულია და რუსეთში დაუსწრებლად 20 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, მათი ჯაშუშის ჩავარდნისთვის. ახლა ამათი გზნობების ამბავი კი აღარ ვიცი ვერ მოგატყუებთ. არ გამიკვირდება საერთოდ ამბავს რომ მეორე სერია მოყვეს და აღმოჩნდეს რომ გზნობათა დაპერწკალი სულაც არ ყოფილა ჩამქრალი. რას გაუგებს სიყვარულს. და ამ გახსენებაზე ისევ მინდა ვიკითხო. ჩვენმა მედგარმა სუსმა ჩვენი სასიქადულო მამუკა მდინარაძის ბრძნული ხელმძღვანელობით ბოლოს როდის გამოაშკარავა რუსის ჯაშუში. ებიჭო თქვენ კოჭ და სიებულებო ოპერატიული თანამშრომლები თუ არ ყავს, ბოზები მაინც ხო არ გვაკლია. აი მაგას კი ვეღარ დავიჭერე. ხო და ამუშავეთ. და ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რას დავიდით? იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაში გადაცემა და